ჯერ ოთახში. იგივე არ ვიცით რა, ნენელა შევაპაროთ. ხო, ნენელა არ ვიცი რომ გათხოვებას ვაპირებთ. ხავშიდობა, რას გინდათ ლაპარაკი? ან ილია სად არის? არ მოსულა ჯერ? ილია მეგობრებთან სხვა საქმე გვაქვს. მოგლეთ. ვიცი რომ ჩვენი გოგო ხარ და გავუკვირდებ. ჩვენი ერთი ნაცნობია მერაბი. მერაბი? იცი აქაც დადიოდა ხოლმე ადრე. მოგლეთ, არჩეულები ბიჭი ხავს მაგასაც. და იმასაც უკვე ცოლის მოყვანის დრო აქვს. და შენს პატრონსაც უნდა შევაპაროთ. პატრონს უნდა ჩამოპაროთ? ვეღადავებით? რა გაცინებს? ეს თემა სენსაციური გონია? შესაძლოა ორი შვილი მყავდა. ჯერ ეს ერთი უძველი დრო აღარ არის და მეორე ყველა საგანში კარგი ნიშანი მაქვს. რა თქმა ჩემი გათხოვებაა. ჩემს მომავალზე არ ფიქრობთ? ფინანსურად ჩემი კარგი ნიშნები როგორ დაგვეხმარება? ვისწავლი და შემდეგ სამგზავროდ წავალ და ვიმუშავებ. კარგი, დავათვალეთ ამ თემას ლაპარაკი დღეს. ხვალე მოვლენ შესაფასებლად და კარგად გაიმგზავრე გამოდიბრაჯი. არ მინდა გათხოვება. მეც ვიყავი შენ მდგომარეობაში. რატო არ გინდა? ფინანსურად ხო გინდა რომ დაგვეხმარო? არა, მეც საზღვარგარეთ წასვლა მინდა და მინდა რომ ვიმუშაო. ჩემი საკუთარი ცხოვრება მინდა გქონდეს. მეც შენ ასაკში გავთხოვდი, მაგრამ შევეგუე ყველაფერს. შეიძლება? რა გინდა გეთქვი? რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. ისმე. დეივ დედამ მამა მითხრა რომ ათხოვები. ხო, იქნება შენ მაინც უთხრა რამე. არ მინდა გათხოვება. მე რა უნდა უთხრა, დედას და მამას როგორც უნდა ისე იქნება ყველაფერი. არ მინდა გათხოვება, ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია. ჩემს მომავალზე საერთოდ არ ფიქრობთ. მე სულ არ მაინტერესებს შენი მომავალი. დედა და მამა რასაც გადაწყვეტავენ ისე იქნება ყველაფერი. უთხარით, ხო, არ თავი დამანები, მე ვერ დაველაპარაკებ. Kata, მე 11-ს პასუხი წერია? ვერ ყოველ ბორსაციაში. Kata, კიდევ ქართულის წიგნი გაქვს რა ხდება? არ აქვს ახლა ამის თავი. რატო რა მოხდა, როდის იყო მათემატიკის თავი არ ქონდა? არ ვიცი როგორ გითხრა. ხო, ის ყველაფერზე შეგიძლია ჩემთან ლაპარაკი, რა ხდება? მათხოვები. მე გადავები. არა, აღგადავ. ვიღაც ოჯახის მაკაცის შვილზე მათხოვები. დავეშვება მაგას. შობლები. დედა შენით? და შენი დებილი ძმა რა შვება მაგაზე, რა სამობს? არ აინტერესებს საერთოდ. ხო და შენს ოჯახს თუ არ აინტერესებს, მაშინ დედა ჩემს მივიწერ. რას ქვია გათხოვები? ხო. არა. ჩვენ შორის უნდა დარჩეს ეს. დედა ჩემი ხაიც გვერდში დაგიდგება და ყველაფერი კარგად იქნება, არა დედას ვეტყვი. თელია მოიხსენი საფარი. რა მქონდა გაკვეთილი? კვადრატული განტოლებები. ქეთო გამოდი დაბესთან აღსანიშნავად. ქეთო, გამოდი. ეს ცოტა თავი ჯამდა შემოწყალს გავიდე. რატო არ გიჭამია დილით არაფერი? მე რა გამოვიწარე. მას როგორ ჩანს, ქეთამ ვერ მეცადინა. ხორცელში სამოსამზადებელი. რა ქორწილზეა საუბარი? აი, თქვენ არ იცით? ქეთას ვიღაც ტიპსია ხოლმე. ძალიან ზედმეტები ხო არ მოვდი თქვენ. თვითონ ვერ გამცემ და პასუხს ადვოკატობა არ გამიწყე? შენი საქმე არა ადვოკატი ვიქნები თუ პროკურორი რა? შენ საქმეს მიხედე, შენ ტუჩს აცხს და შენ სათვალეს. ისე რა ქორწილზე საუბრობ? ვიღაც 25 წელს ათხოვა. წერით მამამისის ტრაპეციის შვილია. ჩემი ოჯახის წევრები საუბრობენ როდესაც დივით. ისე ციტამხედე მე არ მინახავს რა ამის შორის რა გამოვიდეთ ცით სამყაროები იქნება. ეხლა ფულის გამო რასაც კადრობენ. ესეც მიჭება შეთხოვები და არ ეუბნები. თქვენ ერბულმა მერენა. ჭონები არის, აბა. ასე თქვენი საქციელი ცალკე სწორი პასუხის. შენ რომ ხო დამილეკე. და
და მამა კითხა უნდა წამოყენოს და რომ ხვალ მომწრეთ. მიყვარხარ და არ მეუბნება. კარგად. როგორ ხარ წინა რა სახედავს? არაფერი დავიღალე თავს ბარდობეთ მოხდა. ცუდი ნიშანი ხომ არ მიიღე? არა, აბა რა ხდება, რატო ხარ დაბალნაირ? ქეთას ათხოვებენ და ქეთის ათხოვებენ? რას ქვია? არ უნდა ქეთას გათხოვება, მაგრამ შობლები აძალებენ. ხო იცი როგორი მამა ყავს? კაი, შენ არი მე მოვაგვარებ მაგას, წამოდი. გამოვხედე. ხატია დაიდა. მისმენთ? გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? კარგად, როგორ ხარ? კარგად ვართ. მან ხატი მინდა ერთი წამი რომ გამოიყვალო. ახლა დაუძახე. ვა, მაკა, შემოდით. გამარჯობა. შემოდით, გამარჯობა. როგორ ხარ? რავი, ნელანელა. მოდი დაჭე. რატო დაჭი? ხატება? რავი, ანერვიულებულია ცინა. რატო მოშემოიჭუბეს? არა, ბავშვებს არ უჩხუბიათ, მაგრამ ყურებს არ ვუჭერებ. არ გწხვენიათ რა, ასეთ პატარა გოგოს ვისთანა ვიზე ათხოვე. მე რა ვათხოვე? რას ქვია მე რა? ჭკვიანი ბავშვია, განათლებულია, იმხელა მომავალი აქვს წინ და რას აკეთებთ თქვენ? როგორ? დედამისი ხატია. მაგის ასაკში იყო რომ გათხოვდა. მეც მაგას უკვე ორი შვილი მყავდა. რას იცახით? რას ქვია, რას ვიძახთ? მე იგივე უნდა გავუკეთოთ თქვენს პატარას? იმხელა ნათელი მომავალი აქვს ამ ჭკვიან გოგოს და სახში უნდა იყოს კუქი. საკმარისია ამაზე რას ქვია საკმარისი? საკმარისია. სიცხვილი თქვენ ნაბუჯს დაკარგეთ. ვაფშე მე ჩემს შულს. მე ვიდე ათხოვებ ვაფშე. თქვენი რა საქმეა? რა მე ჩემი საქმე არ არის? არ არის. თქვენ ვინგე თქვენი შვილი როგორც გინდათ ისე ვიჩი თქვენი შვილი როგორც გინდა ისე გაზარდა. აი მე ჩემს შვილს ბიჭო. მე ჩემს შვილს როგორც მინდა ისე გავწევდი და ვისე მინდა იმას კარგი, დაი რო გიჩივლებ თქვენ უნდა მუსოებო. ფეხები არავის მოაჭაო მაშინ სასამართლო და ჩივილებით. არ იტაც მოგზავნით. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა. ნაშიო. შევეწარი ძალადობას. არასრულწლოვან გოგოს ათხოვებენ. თუ შეიძლება რამე რო გავაკეთოთ. სიტყვია ვერ შეიძლება, მაგრამ ფუცლები თუ რა თქმა უნდა. ვიცი ეს როგორც მიდის. გავით. ყველაფერი არის. არ მოგცემთ უფლებას, რომ რიგით საქმისავით შემოდოთ თაროზეეს და დაივიწყოთ. ამ უსამართლობას მე არ დავუშვებ და გირჩევთ რომ იგივე გააკეთოთ. თქვენი საქმე გააკეთეთ. ჯობიჯი არის კარგი ნიარო. ალო მანხას. შენა ხარ? ბიჭო რა ვახარ თუ მომეინატრება. ბიჭო რაღაცა დათქმული ხალე იყო მოსული, რავი რაღაცა ეს მომიტანა საჩივარი ჩვენი ქეთო სახელი არის ჩაწერე რაღაცა არასრულწლოვანი სპორტსიგიო და შეიძლება მოხვიდე ჩემთან? კაი მიდი. ვა შეგინას ვაგები. დაჯე ბიჭო, დაჯე. მინდა სადახარ ბიჭო. კიდევ დავიკარგე, პოლიციელი გაგდია საერთოდ დაგვივიწყია რა. არა ბიჭო რა, აი რა. აი ეს მომიტანა ვიღაცა ხალხა. აი რა. თუ მაინც მოვიდა თუ ეგ არ ახალი. რამდენჯერ უთხარი რომ სხვის საქმეში ნუყოფნეთ რიცხვებს. ბიჭო მაინც დაუფიქრდი, წავიკითხე ესეც და
ქეთო მაინც ერთად გავზარდეთ. კახაში ვეჭდა სადღეგრძელოებს ვასწავლიდით, არ გახსოვს მანქანის დარებას რო ვასწავლიდით, რამის რო აგვლეწა. რა ვიცი რა, მაინც დავაფიქრდი გონებას მოუხმე. გასაგებია, მაგრამ გოგო, უნდა გათხოვდეს. სანამ გათხოვებით, ფულს მივიღებთ. ერთი ნაცნობი ვნახეთ ჩვენი ძველი. და მაგის ვიჩაც მე რა ვიფია იმ კაცს. მაგის ვიც მოეწონა ეს ჩვენი გოგო და თანამ მე რაც იმდენი ბიზნესი აქვს, მოეჭველი ჩამრევს ერთში რა. და მე ხო იცი პატივისცემად ჩემზეც იყოს რა. აი, ნება შენია. ხო იცი მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. აი ეს ერთი საკითხი მომაგორებინე და აი მე ჩემზე იყოს მართლა პატივისცემა და ჩავოსდე ჩვენ რო ის რა. აი რა. ინდია რა. აგრაც. კეთილი იყო სეიფეხია ოჯახში. ოხ, მე რა. გაგიმარჯოს. როგორ ახლა როგორ ვიკითხოთ? სიძე ბატონი. მოდი. აბა როგორ ახაც ის თქვენ გიხარით. თქვენ როგორ გიკითხოთ ბატონო? რა ვიცი მაგ ესე რა. გოგო სად არის? გაროდით რა მომყვა ხო? შენ კიდე არ გამზადებული ხარ? მამა, ხო, არ მინდა გათხოვება. რა არ გინდა, წამოდი ხა, მალე გაიმზადე და გამოდი. ეგრე თუ კაია, ილია მოიყვანოს თორე, ასე უსამართლოდ რატომ ექცევით? მალე გაიმზადე და წამოდი ხა. და რა გაინტერესებს? კარგად სწავლობს სკოლაში? დიახ, სოციალები აქვს. ეს კარგია, კარგად სწავლობს განათლებული ძალიან ისწავლება, მაგრამ რა დაქორწინდებიან? ამ გოგომ მას შეეშვას რა სწავლობს, თორე ისე ოჯახს როგორ ბავშვები რა იყო, ბავშვებს როგორ გაცს როგორ მიალაგებს. ხო და ჩემი შვილი ისწავლის რა თქმა უნდა. და მე რაღაცა იქნება ჩვენს დავეხმარებით გვერდში დაუდგებით, მაგრამ ხა ნახე ქმარი თუ ქმარში ცოლი უნდა დაუდგა გვერდში, აბა რა ვთქვა რა. ხო და სამედიცინოზე სწავლობს და სტუდენტია და გააგზელებს სწავლას ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თქვენ შვილზე რა ვთქვა, აი არ ვიცი. საერთოდ არ არის ჩვენ თუ მოილაპარაკეთ. და დაანებებს სწავლას კი. არ არის პრობლემა. და არის ხო რა, თუ ხასიათი ხო არა აქვს. არა. თქვენს გაჩვენდით. გაიცანით ერთმანეთი. რა? ქეთო. მე რა ვიცი. გამეცის. სამოდის. 25-ის. შევთანხმდით ხო როგორ შეს ყველაფერი დასრულდა და კონსტრუქციის მოლე დავიშოთ რაღაც და კი. ყველაფერი კარგად იქნება რა. აი, მოზაი თამაში. შაბათიდან დიდი გამომიარე. ჩაუსხდეთ რა, პროცედებს გადატანა. ეხლა შეაგდან ახალი ძალი ხარ, ყველაფერი გაგიჭირდება, მაგრამ მე აქ ვარ და დაგეხმარები. რაღაც დაგჭირდება, შეგიძლია მოხვიდე და როგორც ქალიკალს დამელაპარაკო. ნუ როგორც თქვენ შემოშოვდება, კარგად სწავლობდი და რაღაცა, მაგრამ ეხლა ნახე რა არის. სწავლა და ოჯახი ერთად ვერ გამოვა. და უნდა დაანება თავი. თან მე ბავშვები რო გაჭდება. ვერ ისწავლე. თან ჩემ დათოს თუ ხელი არ შეუწყე. საჭმელს ვინ მოგიტანს სახში? ფულს ვინ მოგცემს? Ale მომიტანე, აგე. შენ ვერ ადგებული და ვერ მოიტანდი? უკაცრავად, აბა შენ ის ხარ, წყალის უნდა მომიტანო და ყველაფერი რასაც დაგავალე. წესიად მელაპარაკე, მიგონია რომ რაღაცები გაგივა ჩემთან. არც შენი არ მეშინია და არც მამა შენის. სამაგიეროდ მამა შენის ხომ გეშინია, კარგად საქმიდან თუ გარდეთ, შენც აღარ უნდა დაგაბრუნოს და დარჩები გარეთ გულში. ამიტომ წესიად მოიქეცი და გააკეთე ყველა რასაც დაგავალე. გააჯამა მოგზაურე. გავაჯობა. კარგად თქვენ? შეძლოთ.
ხო? აუ, ინები მოსულან ეს დავახარე. კარგად, როგორ ხარ? რა შვები? სადახაც რომ დაიკარგეთ. აუ, შენ აღარ გაზრდოდა ეხ. შენ ხოვნავს მოიგო. ასხეთ რა ფერზე გახარ კაც. მეორე წუთი გავა და მოვა ხოლმე წამი. მოყევით აბა რა შვებით სადაიკარგეთ რავია. რავი, შენ არ გამოდიხარ გარეთ, თორე სულ გარეთ ვართ ბიჭები ელოდებით და წამო ეხლა გავიდეთ რა იცი, მიდი რა, ძმობას. არა, ეხლა მოვიდი სამსხუდემ და. აი, ჩვენზე უკეთესი ვინ ყავს, წამო გავიდეთ, ცოტა ლუდი, ცოტა სემიჩკა და გავისწოროთ რა, წამო. აი, წამო. გოგო რა იყო? რა სახით ეჯები? რა პრეტენზიები აქვს რა? რა გავაკეთე? არ ვარ ვალდებული რომ შენ ძმაკაცებს ასე მოემსახურო. რა გააკეთე? როგორი სახით ეჯები? რა სიტყვენ ეხლა რომ გავლენ ხალხში რა? ცოლი მოიყვანა და სტუმრის პატივისცემა არ იცისო? დედა ჩემის და მამა ჩემის ცხენია რომ აი ეგეთ ცოლი ხარ. სახიდანაც მაგიტო ვერ გაგეტო ხალხმა რა მე რო არ თქვას. რა ხდება? თუ თქვენი ჭხოვესმა შენ დაისმენთ თელსახში. რა ვიცი, აი შენ ძალს კითხი, არაფერს მაგნისი არ არის. სტუმრები იყვნენ მოსული თემო და გიო და რაღაცა ის რა ესენი დაუდო ერთი ყავა შევიდა სამზარეულოში და იქიდან საერთოდ აღარ გამოსულა. გოგო შენ გამაგიჟებ მე. სახლის მილაგება არ იცის, რდილობა არ გიცი, ელემენტარული რდილობა არ გასწავლეს, რომ სტუმრარი გამოვას ზემა დაუჩე გვერდს და არმა დატოვო მარტო. რა იყო? არაფერი არ იცი. სახლის კი მისალაგებელი, აი ნახე რა გასაკაურობა. არაფერს არ მისფასებთ. ჩემი ნებით მოვედი აქ. მე მოგიყვანე? რავი, გააკეთე და არ დაგიფასე? სახლი მიალაგე და არ დაგიფასე? ხო და წავალ, საერთოდ დამჭირდება ქმარი. ძალიან კარგი წადი. არც არ მჭირდება მასეთი ცოლი, რაც